მადლობა ბატონო გიორგი რომ გვერთვებით გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რომელშიც იღებ თქვენ ახლა მონაწილეობას აღარ გავიმეორებ რაც წეღან თქვი ახლა ამ ბლოკის შესავალში რომ პირველად ხდება რომ ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებულია თუ რეალური ხელისუფლება არ არის მიწვეული სამაგეროდ ხარ თქვენ იქ იქნება სალომე ზურაბიშვილი და დღეს როდესაც ახლა მე გადაცემაში ვსაუბრობდი დღის მთავარ ამბავზე ევროპარლამენტის რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია რას აპირებთ, რის თქმას აპირებთ თქვენ მიუნხენის კონფერენციაზე, გისმენთ? გამარჯობა ინგა. მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის ვესაუბროთ თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს პირველ რიგში მიხარია, რომ აქ იქნება სალომე ზურაბიშვილიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დღეს გლობალურ ლიდერებს, რომლებიც ფაქტობრივად მონაწილეობენ და დღეს ხდება ეს აქ საქართველოში, მიუნხენში, გლობალური წესრიგის ცვლილების პროცესში, აუხსნათ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იმსახურებდა და დღეს განსაკუთრებით იმსახურებს მხარდაჭერას, იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს არის მთავარი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პირველი და ხაზგასასმელი იქნება, რომ ის უკანონო პატიმრები რომლებიც დღეს ხელისუფლებას ყავს საყვანილი მძევლად და რომელიც ცდილობს ამ მძევლებით ევაჭროს ევროპელ, ამერიკელ თუ სხვა ყოფილ მათ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ეს მძევლები უკანონო პატიმრები უნდა განთავისუფლდეთ უპირობოდ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარტო ჩემი ხმა კი არ იყოს თხოვნა მზია ამ აღლობელის მიმართ, რომ მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ ეს თხოვნა საერთაშორისო დონეზე ამოვიტანოთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ მივახცევთ, ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ფასეულობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზია დავიცვათ. აი ამ გავეშებული რეჟიმისგან. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მიუნხენში ახალი გლობალური წესრიგის კონტურები იხატება. კატასტროფაა და წარმოუდგენელია, რომ საქართველოსთან დღეს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ არიან. ეს უბრალოდ ნიშნავს, თქვენ გონიათ მათ არ შეეძლოთ აქ ჩამოსვლა, შეეძლოთ. უბრალოდ კიდევ უფრო დიდ სირცხვილს დაეჯახებოდნენ, იმიტომ რომ მათთან არავის შეხვედრას არ მოისურვებდა და ვერავის ვერ დაელაპარაკებდნენ. ამიტომ არ არიან დღეს ისიც წარმოდგენილი. მათ ეს საკუთარი ეგო დააყენეს ყველაზე მაღლა იმის მაგივრად, რომ საქართველოს დღეს აქ იყოს წარმოდგენილი როგორც იმ გლობალური წესრიგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ხვალ ზეგ იქნება აქ საუბარი. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის შეხვედრები და მრგვალი მაგიდები იქნება თუ პანელური დისკუსიები, რომლებშიც სხვათა შორის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერები ყველანი აქ არიან. სომხეთის პრემიერი აქ არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აქ არის, ყველანი აქ არიან, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად მან გარდა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა. რეგიონის ლიდერებზე როცა საუბრობთ, ხო, ესეც რა მნიშვნელოვანი ამბავია. დიახ, რა თქმა უნდა და უნდა გვესმოდეს, რომ წელს მიუნხენში არის წარმოუდგენლად დიდი კონფერენცია. არასოდეს არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი, ასეთი მაღალი დონის. და მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება აქ არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გადაინაცვლა პერიფერიაზე. ეს რისი ბრალია, იცით? ეს არის იმის ბრალი, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ივანიშვილი ბიძინა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს არწმუნებდა, რომ ჩვენ არავინ არა ვართ. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმა, თითქოს სიჩუმე დაგვიცავს. და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს თუ არ მიიღო მსგავს ახალი წესრიგის შექმნის პროცესში მონაწილეობა და არ დაიცვა თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები, ჩვენ მარტო დარჩენილები პირისპირ ოკუპანტ აგრესიულ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ დღეს აქ ყოფნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე და დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილიც ყველაფერს გავაკეთეთ, რომ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს აუხსნათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ცივილიზებული სამყაროს, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სასწრაფოდ იყოს აღდგენილი და ქართველი ხალხი იმსახურებს პირველ რიგში სიმშვიდეს და სამართლიანი წესრიგის აღდგენას საქართველოში, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ბატონო გიორგი, არჩევნების მიღწევა სამწუხაროდ ინგა დავასრულებ.
სამწუხაროდ ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მხარს დაგვიჭერენ და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მხარდაჭერა იქნება ფაქტობრივად ფაქტია რომ არჩევნებიდან 100 დღის განვლის შემდეგ დღევანდელ de facto ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც საერთაშორისო და თვით გამოცხადებული, თვით აღიარებული აი ამ ტიპის შეფასებები მოვისმინეთ დღეს ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტის მიხედვით.